მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა. თემით. რა ადგილი მიჭირავს მის ცხოვრებაში ახლა? ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქრეთ. ნებისმიერი ადამიანი, ვისთან მიმართებაშიც თქვენ ახლა ეს ინფორმაცია გაინტერესებთ და ჩვენ გავიგებთ ერთად, რა ადგილი გიჭირავთ მის სამყაროში. ან საერთოდ გიჭირავთ თუ არა რაიმე ადგილი. მაშა სადამე, ვარიანტი 3 გვექნება. რა ადგილი გიჭირავთ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი თქვენი ადგილი, მეორე ვარიანტი თქვენი ადგილი და მესამე ვარიანტი თქვენი ადგილი. ძალიან კარგი. პირველი ვარიანტი გვექნება ესეთი მრავალმხრივ ბუნებრივად დახვრეტილი ქვა არის. ტრიფოფობია ვისაც გაქვთ უკაცრავად. შეგიძლიათ არაერჩიოთ პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი იქნება ამონიტი და მესამე ვარიანტი იქნება მწვანე ავანტიურინი. ახლა როდესაც ამ საჯარო გაშლას ვაკეთებ, აი მუსიკას დავაპაუზებ. გესმით წვიმის ხმა? წვიმს, ქუხს. და მე თქვენთვის ამ საჯარო გაშლას ვწერ. მაშა სადამე. კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს. დაინახეთ კონკრეტული ადამიანი. დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, ვისთან მიმართებაშიც ახლა თქვენ ეს ინფორმაცია გაინტერესებთ. დაინახეთ ეს ადამიანი და როდესაც თვალებს გაახელთ, აუცილებლად კონკრეტული მინერალი, კონკრეტული ფორმა მიიღებს ამ ადამიანის სახეს. კი. რა ადგილი გიჭირავთ ამ ადამიანის ცხოვრებაში? დავიწყოთ. პირველი ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრეთ, რა ადგილი გიჭირავთ მის სულში, მის სამყაროში ახლა? არკანი სამართლიანობა. საკმაოდ საბედისწერო ადგილი და როლი ითამაშეთ ამ ადამიანის ცხოვრებაში. ამ ადამიანის ცხოვრებაში შესაძლებელია თქვენი გამოჩენით მან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კარმული გაკვეთილი გაიარა, ან შესაძლებელია ახლაც გადიოდეს ამ გაკვეთილს და ვნახოთ, რას ეხება ეს მისი კარმული გაკვეთილი თქვენთან მიმართებაში. უბრალოდ თქვენ რა კარმული გაკვეთილი გაატარეთ პირველ ვარიანტს. ცხრიანების პენტაკლები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას სურს და მას უნდა. იმიტომ რომ აქ ჩაფიქრებულმა ადამიანმა თქვენი სახით მიიღო ესეთი ცხოვრებისეული ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც დაკავშირებული იყო მასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ეს ადამიანი საერთოდ, მისი ღირებულება, მისი ფასეულობა, საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია და ვისთვის არის მნიშვნელოვანი და თუ არის ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლებელია მეორე ადამიანისთვის ის არავის და არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენდეს, ხომ? ანუ შეგრძნება მაქვს, რომ თქვენ ამ ადამიანს თავი ან განსაკუთრებულად დიდ ადამიანად აგრძნობინეთ, ან პირიქით, თქვენ ეს ადამიანი, რომელიც თქვათ მიჩოული იყო ყოველთვის თავისი სცენარით თამაშს, თავისი როლის ბოლომდე მიიყვანას ხო კონკრეტულ სცენარში, თქვენ ეს როლი მას ჩამოართვით. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აქ ადამიანში იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინეთ და წარმოუდგენელია არ გქონდეთ გარკვეული ადგილი მის სამყაროში, როგორც მაგალითი, როგორც მდგომარეობა
რომელსაც ვერ დაივიწყებ, რომელიც სულ რაღაცნაირად დაგაბრუნებს უკან. დაგაბრუნებს იმ კონკრეტულ სცენარში, რომელიც თქვენ ერთმანეთთან გაკავშირებდათ. ანუ თქვენ ადამიანის ცხოვრებაში მოახდინეთ ძალიან დიდი ეფექტი, რამაც ამ ადამიანს ან საკუთარი თავი მაქსიმალურად აპოვნინა, ან პირიქით მოხვედით მის ცხოვრებაში მაშინ, როდესაც თქვენ თქვენ მას აჩვენეთ, რომ არ გავხარცხვებს. აქ არის შეცვლილი სცენარი. ადამიანი, როდესაც მიჩვეული იყო კონკრეტულ ერთ რეალობას, და თქვენ ეს რეალობა მას შეუცვალეთ. და ზუსტად ამიტომ ადამიანისთვის ხართ კარმული გაკვეთილი. ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი. მოდი კიდევ ერთი არკანით. რა ადგილი გიჭირავთ მის სამყაროში ახლა? რა ადგილი გიჭირავთ მის სამყაროში ახლა? ათიანების თასები. ხედავთ, მის სამყაროში ნამდვილად რაღაცა ძალიან ახლობელი ხართ. ვიღაცა ძალიან ახლობელი ხართ. შეიძლება ახლა საერთოდ ერთმანეთთან კონტაქტი, კომუნიკაცია არ გქონდეთ ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა. შეიძლება გაბრაზებულებიც იყოთ ერთმანეთზე, დაშორებულები იყოთ, არ კონტაქტობდეთ, მაგრამ სულიერად ნაცნობები ხართ ერთმანეთისთვის. ახლობლები ხართ ერთმანეთისთვის. თითქოს ის სულები ხართ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში შეიძლება ვერ უგებდნენ, მაგრამ უგებენ თითქოს სხვა სიხშირეზე, სხვა რეალობაში, სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე, არ ვიცი. აი რომ ყოფილიყავით სხვა პლანეტაზე, თქვენ არა უბრალოდ ადგილი გექნებოდათ ამ ადამიანის სამყაროში, ხო, თქვა თუ ერთად აღარ ხართ და გარკვეული დისკომფორტი და ის არის, ხო, თქვენ შორის გაუგებრობა. თქვენ სხვა სამყაროში ერთად იქნებოდეთ, მაგრამ მონათესავე სულები ხართ. აი, უფრო სწორი ეს იქნება. მონათესავე სულები. სულები, რომლებიც ეძებენ ერთმანეთს, სულები, რომლებიც პერიოდულად რაღაცნაირად ჩნდებიან ერთმანეთის ცხოვრებაში, როგორც დაუსრულებელი სიმფონია, დაუსრულებელი ნახატი, დაუსრულებელი ფილმი. ხო? და მუდმივად ძალიან დიდ და მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს ტოვებენ ერთმანეთზე. აქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა შთაბეჭდილება დადებითია თუ უარყოფითია. არა, ეს არის შთაბეჭდილება, რომელიც შეუცვლელია. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, საინტერესოა, ვინ ჩაიფიქრეთ? მე ყურში ჩამჩურჩულეთ. კარგით, მეორე ადამიანი ვნახოთ. აგრძელებთ, თქვენ რა ადგილი გიჭირავთ მეორე ვარიანტი ჩაფიქრებული ადამიანის სამყაროში ახლა. პენტაკლების დედოფალი. ჯადოქრების ჯადოქარი. მაგრამ პენტაკლების დედოფალი განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ესეთ ალფონს კაცებს. ხო? კაცებს, რომლებიც ეძებენ ფინანსურ უსაფრთხოების ბალიშს, ეძებენ კომფორტს. ამიტომ მის სამყაროში ნამდვილად გიჭირავთ აი ესეთი ადგილი, ხო? იმედია, რომელიმე თქვენს ალფონს ან ესეთ ნარცის ყოფილ შეყვარებულს არ უყურებთ, ხო? ამ პარტნიორს არ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან რესურსიანი ხართ მისთვის. ძალიან რესურსიანი ხართ მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი რა თქმა უნდა ადამიანი ნორმალური ჯანსაღი და ადეკვატური ფსიქიკისა და თქვენს ხედავთ ამ ყველაფერს და გრძნობთ, რა თქმა უნდა შეიძლება ამ ენერგიების ძალიან ჰარმონიულად ერთმანეთში გაცვლა, მაგრამ თუ კი ადამიანი ვამპირია, თუ კი ადამიანი
პარაზიტია, რომელიც მხოლოდ ისრუტავს, იღებს და ითვისებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვენთვის ცუდი ამბები მაქვს ნამდვილად, მაგრამ მის სამყაროში ნამდვილად ესეთი ღირს შესანიშნავი ადგილი გიჭირავთ. კარგით, მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახავ. პენტაკლების დედოფალი ხართ, მის სამყაროში ესეთი ადგილის ტიტული და ესეთი სტატუსი გაქვთ, ხო? როგორ ხედავს ამ სტატუსს ჩაფიქრებული ადამიანი, აი ამ თქვენს პენტაკლების დედოფლობას როგორ ხედავს? არკანის შეყვარებულები და არკანი ცხრიანების კვერთხები. შესაძლებელია ურთიერთობა, რომელშიც ახლა არის ნამდვილად საზღვრები გაჩენილი. ურთიერთობა, რომელიც დაჭიმულია, ურთიერთობა, რომელიც დაძაბულია. ესეთი ჭიშკარია, ჭიშკრის იქით ერთი ადამიანია, ჭიშკრის აქეთ მხარეს მეორე ადამიანი. და აქ ჩანს, რომ ურთიერთობები ნამდვილად თქვენ შორის, ვინც არ უნდა ჩაგეფიქრებინათ, არ იყო მარტივი. კი, ნამდვილად მისთვის სტაბილური ხართ, ნამდვილად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, მაგრამ ესეც თქვენი შვიდიანების ხმლები. მაინც ამოძვრა. ხედავთ, არის აქ რაღაც ქურდულ მამაძაღლური. არის. შესაძლებელია ამას მიხვდით და იგრძენით. რომ ადამიანი მეგობრებო, როდესაც ვსაუბრობთ რესურსის მოპარვაზე, ენერგეტიკულ ქურდობაზე, ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც ფინანსურ ენერგიას. ხო, უნდა მივხვდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ენერგიის მოპარვის მცდელობა. და აქ აჩვენებს, რომ ადამიანში ეს ყველაფერი სამწუხაროდ არის. როდესაც მე ვიკითხე ასეთი რამ, კაცრავად. როდესაც მე ვიკითხე ასეთი რამ, თუ ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? კი ბატონო, პენტაკლების დედოფალი, რომელმაც გარკვეული საზღვრები დააყენა. ან შესაძლოა ეს საზღვრები თვითონ თავად დააყენა, იმიტომ რომ თქვენ შეუცვალეთ სცენარი, თქვენ აღარ აძლევდით იმას, რისი მიღებაც მას თქვენგან უნდოდა. ენერგია, რესურსი, ფინანსებიც მათ შორის, სტაბილურობა, კომფორტი. აქ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ადამიანის მხრიდან ჩანს დაღლა, გაჩერება, რესურსის შეწყვეტა, ჟანგბადის გადაკეტვა, როგორც იტყვიან, და დიდი ალბათობით თქვენ აქ იგრძენით, რომ რაღაც ნამდვილად რიგზი არ იყო ამ ადამიანთან დაკავშირებით და ამიტომ სიტუაცია მიიღო ზუსტად ასეთი ფორმა. კი, მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, აქ თვითონ ამოვიდა როგორც პაჟი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თქვენზე ენერგეტიკულადაც, რესურსულადაც, შესაძლოა ასაკითაც ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ თქვენზე პატარა იყო და თქვენზე პატარა ახლაც. თქვენ დედოფალი ხართ, ის კი პაჟია, რაინდიც კი არ არის, პაჟია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, არ აქვს ის სიღრმეები და არ აქვს ის პასუხისმგებლობები, რაც პენტაკლების დედოფალს სჭირდება. გამიგეთ ხომ? დაგიმშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, თქვენ რა ადგილი გიჭირავთ მის სამყაროში? ჩამოკიდებული კაცი. არც თუ ისე პოზიტიური ადგილი გიჭირავთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ ეს ადამიანი დააყენეთ თავდაყირა. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ფიქრობს, ხომ? თქვენს გამო ადამიანს რაღაც ცხოვრების რაღაცა ეტაპზე არ გაუმართლა, ასეთ შეიძლება ფიქრობდეს. თქვენს გამო ცუდ სიტუაციაში ჩავარდა, თქვენს გამო ადამიანი დისკომფორტშია, თქვენს გამო ადამიანი გამოვარდა იმ სტაბილურობისა და კომფორტის ზონიდან, რომელიც მას ჰქონდა.
ანუ ადამიანი ჩამოკიდეთ თავდაყირა, ანუ მისი სამყარო ამოაყირავეთ. ამიტომ ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ ახლა თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში რაიმენაირი პოზიტიური ადგილი გიჭირავთ. ხო, პირიქით, მე ასე ვიტყოდი, რომ მაქსიმალურადერიდება ადამიანი თქვენს გახსენებასაც კი, იმიტომ რომ მას ეს ყველაფერი ძალიან დიდ უსიამოვნებას ხრის. რა ადგილი გიჭირავთ ამ ჩაფიქრებული ადამიანის სამყაროში? ადამიანი ძალიან ებრძვის თქვენთან დაკავშირებულ ფიქრებს. ძალიან ებრძვის თქვენთან დაკავშირებულ შემოტევას, ხო, ემოციები, როდესაც შემოუტევს ხოლმე თქვენთან დაკავშირებით, ხო? ეს ემოცია შეიძლება იყოს კარგი მოგონებებიც, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული მოგონებებიც, რაც ადამიანის ფსიქიკაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი პოზიტიურად ნამდვილად არისახება. ადამიანი ძალიან ბევრ სიბრაზეს უშვებს მაშინ, როდესაც თქვენ ახსენდებით. მიხვდით ხომ? იმიტომ რომ შესაძლოა ადამიანი ფიქრობდეს, რომ თქვენ ცხოვრებაში გაგიმართლათ, თქვენი გზა ნახეთ, თქვენი მიმართულება ნახეთ, რა ვიცი, წარმატებული ხართ, მაგრამ მას უღალატეთ, რა ვიცი, მიატოვეთ, არ მოიქეცით სწორად, არ მოიქეცით სამართლიანად და თქვენ გამო ადამიანი შესაძლოა იმასაც ფიქრობდეს, რომ მან თქვენ, რა ვიცი, ცხოვრება მოგიძღვნათ, რა ვიცი, თქვენთვის ბევრი გააკეთა და ასე შემდეგ. თუმცა მე პირადად შეგრძნება მაქვს, რომ კლასიკურ ადამიანს არა უკაცრავად თქვენ გქონდათ ამ ადამიანთან კავშირი, რომ ასე ვუწოდებ, მაგრამ თითქოს ლარვას ფიქრები წავიკითხე, ლარვის ფიქრები და არა ადამიანის თქვენთან მიმართებაში. ანუ მე შეგრძნება მაქვს, რომ ზოგადად ამ ადამიანს პრობლემა აქვს სხვა ადამიანების აღქმის. გულისხმობ, თუ რაღაცა მისი სცენარის თანახმად არ მიდის, ყველა დამნაშავეა, ყველა ის გამოიყენა, ყველა ის დაჩაგრა, ყველა მას მოატყუა, ვერავინ ვერ ხედავს მის სიკეთეს, ანუ ადამიანი არის მიდრეკილი იმისკენ, რომ დანაშაული მუდმივად მოძებნოს სხვაში. გამიგეთ ხომ? და ადამიანს ფსიქიკასთან პრობლემები აქვს. ესე შემიძლია დაგიანონსოთ და გითხრათ, თუ არ იცოდით, კი არის აქ ფსიქიკური გადახრები, აქ არის გარკვეული ილუზიები, რომ ის რაღაცით რჩეული და განსაკუთრებულია და საბოლოო ჯამში ყველა მას ამ ილუზიას ძალიან უხეშად უთელავს, აფხიზლებს, მაგრამ ადამიანი მისმაგეროთ, რომ თქვათ, გამოფხიზლდეს და საკუთარ თავში ეძებოს პასუხები, ადამიანი მუდმივად სხვებში ეძებს დამნაშავეს და ადამიანი მიდრეკილი ამ ყველაფრისკენ. ამიტომ ვამბობ, რომ მე მიმაჩნია, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვიზეც ადამიანი ასე ფიქრობს. ადამიანი ჩაკეტილია, ადამიანს არ უნდა რომ გაეკაროთ, ადამიანს არ უნდა რომ ზედმეტი იცოდეთ მასზე. ადამიანი თავის დრამაშია და დატოვეთ ადამიანი მის დრამაში. მე გიგისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.